დილამშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები კოლეგებს, აპარატის წევრებს, პეტიის წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას. ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა გავხსნათ. დღის წესრიგით გვაქვს წარმოდგენილი ერთი საკითხი. პირველ რიგში კომიტეტის წევრებს გთხოვთ, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, კერძოდ საქართველოს პარლამენტის წევრების მარიამ ლაჟხისა და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქალბატონი მარიამ ლაჟხი არის მოხსენებელი. გთხოვთ, რომ დღის წესრიგი დავამტკიცოთ. მადლობა და ქალბატონ მარიამს გთხოვთ წარმოგიდგინოს აღნიშნული კანონის პროექტი. პატივცემულო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ კანონის პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს კანონმდებლობაში არსებული მექანიზმების გამყარება და გაძლიერება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში, განსაკუთრებით კი ავტონომიურ რესპუბლიკებში. აღნიშნული ცვლილება ხელშეუწყობს თანასწორობის პოლიტიკის სისტემურ განხორციელებას, დისკრიმინაციის ეფექტიან გამოვლენას და აღმოფხვრას. მინდა დაზუსტება გავაკეთო აღნიშნულ კანონპროექტზე წარმოდგენილი იქნა ხალხის ძალის ფრაქციის მიერ ცვლილება ტექნიკური არის, იურიდიული ტექნიკური გამართულობისათვის არსებობდა 12 პრიმამუხრი, რომელიც გენდერული თანასწორობის კანონპროექტში იყო, თუმცა რადგანაც ცვლილება იყო, პრიმამუხრი დარჩება ძველ კანონპროექტში და იქნება ეს წარმოდგენილი როგორც 12 სეკუნდა მუხლი. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ავტონომიურ რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების საქართველოსა და ავტონომიურ რესპუბლიკების კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშაონ და განახორციელონ ღონისძიებები დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები შექმნიან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს, რომელიც იმუშავებს სისტემურად და კოორდინირებულად საქართველოს მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ უწყებათა შორის კომისიასთან, რომელიც პასუხისმგებელია ქალთა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული საკითხის წინაშე დადგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ამ არსებული ჩანაწერით ვერ ახერხებდა, რომ შეექმნა საბჭო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთის მხრივ დეცენტრალიზების ნაწილში, ასევე კოორდინირებულად მუშაობის კუთხით ამ მნიშვნელოვან საკითხზე ეს შესაძლებლობა მიეცეს და სწორედ ამას ითვალისწინებს არსებულ ჩანაწერში მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე მოხდა საბჭოების შექმნა. ძირითადად ეს საკითხია და გთხოვთ, რომ კენჭი უყაროთ, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი ორგანიზებული ჩართულობა გქონდეს თანასწორობის საკითხებზე და აქვე ინფორმაციის კუთხით ასევე გაცნობებთ, რომ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისია, რომელიც პარლამენტში არის, ძალიან აქტიურად არის ჩართული, ყოველთვიურად მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის მუშაობთ ბავშვების უფლებებზე, ციფრულ სივრცეში, ასევე ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე და ოჯახის მიმართულებით გაძლიერების საკანონმდებლო ცვლილებებზე და პაკეტებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს მთელი საქართველოს ერთიან ჭრილში მოხდეს და ამიტომ გთხოვთ, რომ ხარი დაუჭიროთ აღნიშნულ ცვლილებას. კეთილი, დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ. გეთანხმებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ტექნიკური ცვლილებები არის აღნიშნულ ინიციატივაში, მას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია და ჩემი მხარდაჭერა ნამდვილად ექნება ამ ინიციატივას. თქვენ ამომწურავად ისაუბრეთ იმ საკითხზე, თუმცა ჩვენ პირველი მოსმენის წესით გამოვიხილავთ ამ ინიციატივას და პრინციპების დონეზე უნდა თანხმდებოდეთ. ეხლა მიმართავ კომიტეტის წევრებს, ხომ არ გაქვთ კითხვები ან მოსაზრებები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ესეთი არ არის, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით, კი ბატონო, ზანით. ბოდიშ გიხდით, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ აქვს შესაძლებლობა ვისაუბრო სწორედ ამ კომიტეტზე და განსაკუთრებით ამ დარბაზში, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში მე დევნილი ვარ და ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ის გმირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად, დასაბრუნებლად, აღსადგენად იბრძოდნენ. ამიტომ მადლობა, რომ არ ვიცი, შეიძლება შემთხვევით არის, მაგრამ ძალიან სასიამოვნო, რომ ამ დარბაზში ვარ. რა თქმა უნდა, ასევე ჩემთვის პატივია იმ კომიტეტში ვიყო, რომელიც რეალურად განსაზღვრავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკას და აკონტროლებს მას. სწორედ თქვენზე, ამ კომიტეტის ჩვენზე, ამ კომიტეტის წევრებზე არის რეალურად პირდაპირ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორი სტანდარტი გვექნება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის
და ასევე რა თქმა უნდა სამოქალაქო ინტეგრაციის. ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა საპარლამენტო რესპუბლიკაში და მე როგორც დეპუტატი და ამ კომიტეტის წევრი, რადგან პირველად ვარ ვიტოვებ უფლებას ასეთი განცხადებაც გავაკეთო, რომ განსაკუთრებული ზრუნვის და შრომის საქმე იქნება ჩემთვის სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა. ეხლა მაქვს თვითონ ამ ერთი კითხვა მაქვს, აქ არის მითითებული, რომ ზეგავლენის შეფასებისას მითითებული გაქვთ, რომ აუცილებლად ექნება დადებითი ეფექტი და დადებითი ზეგავლენა ამას, რა თქმა უნდა. და საბჭო შეიქმნება შესაბამისად ალბათ კომისიას ან იმ საბჭოს რომელიც აქ მუშაობს აქ რაღაც თავისი ინდიკატორები რითაც ის აფასებს დადებითია მისი მუშაობის შედეგები თუ არა გაქვთ ალბათ რაღაც ინდიკატორები თუ არის შესაძლებელი რომ უბრალოდ გითხრათ რამდენიმე ინდიკატორი აი უკვე არსებული კანონმდებლობით თქვენ რომ არა მხოლოდ რომ კანონში ჩაიწერა, არამედ კანონი იმისთვის გვინდა რომ მან იმოქმედოს, ხო? და წესრიგის შექმნას, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ყველაზე. და ეს ზეგავლენა უნდა იყოს დადებითი მოქალაქეებისთვის. აი ეს რა ინდიკატორებით არის, რამდენიმე მაინც რომ დამისახელოთ და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. იცით, რახან აჭარაზე ვსაუბრობთ, ერთი შუახეველი ქალია, მებრძოლი ქალი, რომელიც იბრძოდა ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს, ეს ქალი იბრძოდა შევარდნაძის რეჟიმის დროს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, უფლებებისთვის იბრძოდა. ეს ქალი რო არა, ბევრი ვერ გაიგებდა როინ შავაძის მკვლელობის შესახებ. შემდეგ ეს ქალი ამხელდა ქართული ოცნების დროს არსებული კორუფციული სქემების შესახებ საუბრობდა, კორუფციის შესახებ საუბრობდა, რომელიც ადასტურდა. რეალურად ეს კორუფციის არსებობა დადასტურდა. და ეს ქალი უკაცრავად, ეს ქალი ახლა არის ციხეში, იმიტომ რომ მან საკუთარი ღირსების დაცვა სცადა, როდესაც მათ თავს დაესხა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელმა. პოლიციელის მუნდირის დაცვაზე როცა ვსაუბრობ და პატივისცემაზე, პოლიციელის მუნდირს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას აყენებს თავად უღირსი და მხდალი პოლიციელი. დავასრულებ, მესმის, დავასრულებ თუ შეიძლება და კომიტეტზე ჩვენ წესი გვაქვს რომ ოდესაც კითხვას ვითხოვთ. კითხვა მინდა დავსვა. უნდა დავსვათ იმ საკითხთან დაკავშირებით, ამ საკითხს უკავშირდება პირდაპირ. დიახ, ბატონო, ჩემო. თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ აუცილებლად. დიდი მადლობა და სწორედ ამ კითხვას განცხადებების გაკეთებისთვის არის მედიასთან კომუნიკაცია. კარგი, დავასრულებ თუ შეიძლება მე ვსაუბრობ. კითხვა მაქვს სწორედ. კითხვა რო დასვა. აი ამ ზია ამაღლობელზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, თქვენ მიხვდით რომ ზია ამაღლობელზე ვსაუბრობ და თანასწორობას ეხება და ქალს ეხება. აუცილებლად რომ ღირსების გულისთვის ეხეში არავინ არ მიტის თუ ვინმე გასამართლდა და მით უმეტეს სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილ ეს კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზეა. დიახ, ეს თქვენი მოსაზრება არის, მე მაქვს უფლება მქონდეს. მოკლედ, როცა ვლაპარაკობთ აი სწორედ ეს კანონი რო არ არსებობდა, შეიძლება ამ კანონის ბრალია ის რომ ქალბატონ ზიაზე ეს თანასწორობის პრინციპი არ გავრცელდა. ქალბატონ მარიამმა შეძლო თავის დაცვა, როდესაც 12 დღიანი პატიმრობით ახალგაზრდა ქალი თქვენ თუ ეს ორი საკითხი ერთ სიბრტყეზე გინდათ დააყენოთ, ვფიქრობ რომ ძალიან უხერხულია. მე ვამბობ ასეთ რამეს, თანასწორობაზეა ლაპარაკი. ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში კონკრეტული ძალადობის ფაქტები იყო. თანასწორობაზეა ლაპარაკი, ქალის უფლებაზე, საკუთარ ღირსებას პატივი მიაგოს და დაიცვას ისე, როგორც მას შეუძლია. ჩვენ სახელმწიფო მოხელეებს გვაქვს ბევრად მეტი თმენის ვალდებულება. ბევრად მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს მე და თქვენ ქალბატონო მარიამ. ქალბატონი მზიასგან განსხვავებით. ქალბატონი მზია უკვე ერთი წელი გახდება, რაც არის. მის მიმართ ვფიქრობ, რომ აი კიდე ერთხელ უნდა გაგაწყვეტინო და თუ არ დამთავრეთ, კითხვაზე არ გადავხართ იძულებული ვიქნები, რომ სიტყვა ჩამოგართოთ გაფრთხილებას გაზრდოთ, ვინაიდან თუ ვინმეს არ ესწავლება ღირსების დაცვა და ასევე მოთმინების სტანდარტი, ეს არის ქალბატონი მარიამ რაშხი, რომელმაც ამის ძალიან მაღალი და ძლიერი მაგალითი მოგცა თითოეულ ჩვენთანაც. ამიტომ ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა მას და მასთან მიმართებაში ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხული არის თმენის ვალდებულებაზე საუბარი. როდესაც ვლაპარაკობ თანასწორობაზე და რა უკავშირდება კანონ პროექტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანონის ჩანაწერის არარსებობამ არ მისცა ქალბატონ მზია ამაღლობელს შესაძლებლობა დაიცვა საკუთარი უფლებები და ეგრძნო თავი თანასწორად კანონის წინაშე. ეს ხომ არ არის ამის ბრალი და მეორე რა თქმა უნდა მაქვს კითხვა აი იმ ინდიკატორებზე, რა ინდიკატორებით აფასებთ
რომ ამ კანონის არსებობამ, საბჭოების არსებობამ და შექმნამ ხელი შეუწყო და რაღაც დადებითი ზეგავლენა აქვს რეალურად ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ფაქტობრივად. მადლობა. დიდი მადლობა კითხვისათვის. ალბათ კომენტარი პოლიტიკურ განცხადებაზეც უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში ალბათ საზოგადოებასაც რო შევახსენოთ, როდის ხდებოდა ის კორუფციული სქემის თუ რაც წარმოადგინეთ, ვადებით რომ მიგვითითოთ, ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, ხომ არ უკავშირდება ეს ასევე თქვენი ლიდერის პრემიერობის პერიოდსაც. ასევე რაც შეეხება უშუალოდ შედარებებს, ერთი არის კრიმინალური დანაშაული, რაც ქალბატონი მზიას შემთხვევაში მოხდა და პირველ რიგში ეს არ იყო უშუალოდ სილის გაწვნა თუ ტკივილი თუ გაწითლება, ეს იყო ინსტიტუციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რის გამოც ხდება პასუხისგება. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს გამოცდილებას, თმენა არ ვიცი რამდენად ადევნებდით მაგ პერიოდში პოლიტიკურ პროცესებს, არც ერთხელ და არც 1000-ჯერ არ გაჭირვებია ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს თმენის ვალდებულება შეენარჩუნებინათ, თუმცა როდესაც ეს ეხება ბავშვებს და აქ ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ როდესაც ეს გავაკეთე, მე და საჩივარი გავაკეთე, ამითი არა მხოლოდ ჩემი ბავშვები დავიცავი, ამითი დავიცავი სხვაც და პასუხი გავეცი იმ ქმედებას, რომლის დაკანონებაც სურდათ მათ. და შესაბამისად ეს ჯაჭვური უნდა გაწყვეტილიყო და ეს უმსგავსო საქციელი, რაც არის ბავშვების უფლების დაცვა, უნდა რეაგირება მოყოლილიყო. რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკური ფიგურების მიმართ ნებისმიერი სიტყვიერი შეურაცხყოფა იქნება თუ სხვა დანაშაულები, საერთაშორისო მაგალითებს რომ გადავხედოთ, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, ევროპის წამყვანი ქვეყნები იქნება, ვნახავთ რა რეაგირებები არის და რამხელა როგორც წლების მიმართ, ასევე ჯარიმების მიმართ შესაბამისად ალბათ ძალიან უადგილოა ამ ორის ერთმანეთთან შედარება. ახლა რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტთან კითხვას, პირველი წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმით არის უშუალოდ ავტონომიურ რესპუბლიკებში წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, ცვლილებების ზეგავლენა. ასევე აქვე უნდა ითქვას, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო, როდესაც არსებობდა წინა მოწვევაში, ეს კანონმდებლობა არსებობდა. ეს ეხება უშუალოდ იმ მცირე პერიოდს, როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბა და როდესაც ცვლილებები შევიდა სახელის ცვლილებაში და ტექნიკურად გამორჩენილი იყო ავტონომიური რესპუბლიკები და მხოლოდ მისი ჩანაცვლება ხდება. თორე პირველ რიგში ეს არის ადამიანის უფლებების კანონი, რომლის აღსრულებაც არც შეჩერებულა და არც არაფერი მოსვლია და ეს არის უბრალოდ ტექნიკური ცვლილება იმისათვის, რომ საბჭოების შექმნას ხელი შეეწყოს. უშუალოდ ინდიკატორების ნაწილს და ზეგავლენის ნაწილს წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის დანერგვისა და აღსრულების დეცენტრალიზაცია, რეგიონულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულად განხორციელება როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე. ეს არის ინდიკატორი, რაც უშუალოდ ამ ცვლილებას ეხება, თუმცა ასევე გვაქვს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, რაც არის პარლამენტში, რეგლამენტით არ ითვალისწინებს არც სამოქმედო გეგმის შესრულებას, არც ინდიკატორების გაწერას, თუმცა ეს როგორც შიდა დოკუმენტი არსებობს, ჩვენ შეგვიძლია რომ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის ხდომაზეც მოგიწვიოთ, ასევე გადმოგიგზავნოთ და გაგცნობოთ. ყოველწლიურად გვაქვს პრიორიტეტული მიმართულებები, ამ წლის პრიორიტეტს წარმოადგენს ქალთა პოლიტიკური გაძლიერება, ასევე არის, როგორც ვახსენე, ბავშვთა უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში და ასევე არის ოჯახური გაძლიერების მიმართულება, რომელზეც თითოეულზეც გვაქვს კონკრეტული ხელშესახები და გაზომვადი ინდიკატორები, რაც არის მაგალითად ქალთა ჩართულობის ზრდა და დღეს შეიძლება ლიდერულ პოზიციაზე არა და იმედია, რომ ამ ნაწილშიც იქნება ცვლილებები, თუმცა ეს ერთ-ერთი შედეგი და ინდიკატორი შესრულებულია, ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების მხრიდან სიაში არსებულ ქალთა რაოდენობაზე, ასევე ციფრული მიმართულებით კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება არის გაწერილი და ასევე ოჯახური გაძლიერების მიმართულებით კონკრეტული პაკეტი არის. დღესაც გვაქვს ამ მიმართულებით ერთ-ერთი შეხვედრა და თუ სურვილი გექნებათ, შეგვიძლია რომ გაგიზიაროთ საბჭოს როგორც აქტივობები, ასევე ინდიკატორები. დიდი მადლობა. კეთილი, დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ, ამ უწურავი პასუხისთვის. კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, რომ განსაკუთრებით ახალი წევრების მიმართ
ვიცოდეთ ის პროცესები და პროცედურები, რაც კომიტეტის მუშაობასთან დაკავშირებით არის, ნებისმიერი განცხადება, რისი გაკეთება გსურთ, ამისთვის არის ბრიფინგების სივრცეები, სადაც ნებისმიერ დეპუტატს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მედიასთან გააჟღეროს ნებისმიერი საკითხი, რომელსაც ის საკუთარი პოლიტიკური წესრიგიდან საჭიროდ ჩათვლის, რაც შეეხება კომიტეტის მუშაობას, ამას განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი და როდესაც მიმდინარეობს საკითხის განხილვა, საკითხები ისმება მხოლოდ და მხოლოდ იმ ინიციატივის ირგვლივ, რომელიც დღის წესრიგში არის მოცემული და რომელიც კომიტეტის გახსნის დროს მტკიცდება უმრავლესობით კომიტეტის წევრების მხრიდან. Რა თქმა უნდა, მე როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვარ პასუხს იმაზე ვაგებ, რომ კომიტეტის თითოეულ წევრს მიეცემა სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობა ამ კომიტეტში, მაგრამ რა თქმა უნდა, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული საკითხი განხილული არის, უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის ეტაპზე. კერძოდ ვაყენებ კენჭისყრაზე ხალბატონ მარიამის მიერ გამოტანილ საკითხს, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ვინ არის თანახმა, რომ დაუჭიროთ მხარი, თუ არის ვინმე წინააღმდეგი, კეთილი საკითხი მხარდაჭერილია. ამით ჩამოიწურა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. დღის წესრიგში საკითხის დამატების დღის წესრიგში საკითხს ვერ დაამატეთ ქალბატონო სოფო, ვინაიდან ამას თავისი კონკრეტული წესრიგი გასაგებია, მაგრამ შეიძლება დავაყენო საკითხი. ვერც დააყენებთ, ამიტომ რომ ამას სჭირდება შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერები კომიტეტის წევრების მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ დგება. დათანხმებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ დგება. მე ხო შემიძლია საკითხი დავაყენო. უკვე დღის წესრიგი დამტკიცებულია, მაშინ თავიდან უნდა მოითხოვოთ მომავალი კომიტეტის სხდომაზე რომ გავითვალისწინოთ დღის წესრიგი. უბრალოდ საკითხი რომ გთხოვოთ, რომელიც შეიძლება მომავალ კომიტეტზე გსურთ, სანამ комитетის სხდომა იქნება. ნუ მე შეგვიძლია დავამთავროთ უფრო დეტალურად და გიხსნათ ხერხული სიტუაცია რო არ შეიქმნას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს მომართოთ გარკვეულ კი ვიცი მესმის და შეიძლება ზეპირად დღეს დავაყენო საკითხი რომ ეს უკვე დღის წესრიგი არა მომავალი კომიტეტისთვის გავიგე რომ დღეს ამ კომიტეტის საკითხი ვერ იქნება მომდევნო კომიტეტის დღის წესრიგი. კარგით, გასაგებია. დამოუკიდებლად იმ კომიტეტთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვართოთ. გასაგებია. კომიტეტის სხდომა დასრულებული.